როგორც მოგეხსენებათ, დასრულდა ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის რეფორმის ერთი ეტაპი და შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ დასრულდა ეს რეფორმის ეს ეტაპი წარმატებულად. უპირველესად მოგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ გაგრძელებული პერიოდის განმავლობაში კერძო მიმწოდებლების მომხმარებელთაგან სახელმწიფოს მომართა დამატებით 400-მდე ბენეფიციარმა და ისინი ჩაერთნენ პროგრამაში. ამგვარად საერთო რიცხვი არის დაახლოებით 1800. რეფორმის პროცესმა ცალსახად დაადასტურა, რომ რეფორმა სწორად დაიგეგმა და ის უკვე წარმატებულია. რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლინდა იმდენი და იმ მასშტაბის მანკიერება, რომელიც ადასტურებს, რომ ცვლილებები იყო უდაოდ აუცილებელი და უდაოდ დროული. მინდა მოკლედ მოვახსენო საზოგადოებას იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რაც გვაძლევს ამგვარად რეფორმების მიმდინარეობის შეფასების სრულფასოვან საფუძველს. თითქმის 200-მა ადამიანმა, რომელიც გადმოვიდა კერძო მიმწოდებლებიდან სახელმწიფოში, პირველივე დღიდან უარი განაცხადა იმ დოზის მიღებაზე, რომელსაც ყიდულობდა კერძო დაწესებულებაში. და სასყიდლის ფასი მოგეხსენებათ, რომ მცირე არ იყო 8-ვე ორგანიზაციის, რომელიც ამ სერვისის მიწოდებით იყო დაკავებული ჯამური წლიური შემოსავალი, გახდათ 30 მილიონ ლარზე მეტი. აი რაშიც ფულს იხდიდა კერძო მიმწოდებლის მომხმარებელი და ბენეფიციარი, ახლა როდესაც უფასოდ შეთავაზებული იქნა ნარკოტიკი, ამ შემთხვევაში მან მოითხოვა 3-ჯერ შემცირებული დოზის მიღება. რა მიზეზით შეიძლება რომ იწერებოდა ასეთ მომხმარებელზე 3-ჯერ დიდი დოზით ნარკოტიკი, ამაზე საზოგადოებასაც შეუძლია მარტივად დასკვნების გამოტანა და ვერსიების ქონა. ეს ეხება მხოლოდ მათ, ვინც გადმოინაცვლა სახელმწიფო სექტორში და რომელზეც ინფორმაციას ვფლობთ. ვინც არ გადმოერთო, მათ შორის ვითარებას ბუნებრივია ჩვენ არ ვიცნობთ. რამდენიმე კერძო მიმწოდებლის შემთხვევაში გამოყენებული საშუალო დოზა გაცილებით მაღალია მთლიანად კერძო ჩანაცვლებითი პროგრამის ფარგლებში გამოყენებულ ამ საერთო ზოგად საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. თუ საერთო მაჩვენებელი იყო 11.5 მილიგრამი, ეს კერძოების შემთხვევაში მაქვს საუბარი, თორე სახელმწიფოს შემთხვევაში ეს რიცხვი საშუალო მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია და 7.8 მილიგრამს შეადგენს. რამდენიმე მიმწოდებლის შემთხვევაში, ესე იგი 20 მიმწოდებელი პუნქტიდან 4-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი აღემატებოდა 15 მილიგრამს, ესე იგი 11.5 ზოგადი საშუალო მაჩვენებელი, 4-ის შემთხვევაში ეს იყო 15 და ზემოთ, ზოგიერთ შემთხვევაში 19. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყველაფერი და რა რისკებს შეიძლება ეს ბადებდეს, ამაზეც საზოგადოება თავად შეძლებს, რა თქმა უნდა, დასკვნების გამოტანას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ შეინიშნება კერძო დაწესებულებების ცალკეულ მომხმარებლებს შორის საკმაოდ დიდი სიხშირე ნარკოტიკის გარეთ გამოტანის მცდელობებისა, რასაც ყოველ ჯერზე მოყვა, რა თქმა უნდა, სათანადო რეაგირება. აქვე ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და ყველას მოუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან. ეს კარგად ნამდვილად არ დამთავრდება და ვთხოვ ყველას გაითვალისწინონ, რომ აქ მომსახურება გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ კურნალობას. ასევე აღარ ვისაუბრებ ცალკეულ უსწორებებზე, და ნაკლოვანებებზე, რომელიც გამოვლინდა ამ პროცესში, მაგალითად არარეგულარული ინციდენტური მომხმარებლების არსებობა პროგრამაში. ანუ არა ის, ვისაც სჭირდება, არამედ ის, ვისაც უბრალოდ ხანდახან შეიძლება სურვილი ჰქონდეს, რომ მოიხმაროს ნარკოტიკი. მათთვის პროგრამა გათვალისწინებული არ არის ოპიოიდური ჩანაცვლებისა. ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაცია, ასეთი შემთხვევებიც ფიქსირდება სამწუხაროდ, ანუ როდესაც ერთი მომხმარებელი რამდენიმე პუნქტში ერთდროულად ღებულობს ნარკოტიკულ საშუალებას, ან აქვს ამის შესაძლებლობა. და სხვა მსგავსი გარემოებები. ამაზე აღარ ვისაუბრებ დეტალურად, საკმაოდ მრავლად არის ასეთი მანკიერებების თაობაზე ინფორმაცია. ის რომ მსგავსი პრაქტიკა უკვე რადიკალურად შეიცვალა, უკვე ამ დროისთვის ეს შეცვლილია და კიდევ მეტად შეიცვლება დადებითისკენ მომავალში, უკვე სრულფასოვანი და უდაო მტკიცებულებაა იმისა, რომ რეფორმა იყო სწორად დაგეგმილი და ის განხორციელდა სწორად. მოსწონსას ვინმეს თუ არა ეს არის შემდგარი ფაქტი. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის
თითოეულ თანამშრომელს, ვინც იმუშავა ამ რეფორმაზე და იმუშავა წარმატებულად ამ პერიოდის განმავლობაში. განსაკუთრებულად დიდი მადლობა უნდა გადაუხადო, რა თქმა უნდა, ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ლევან ჩაკვეტაძეს ამ პროცესების წარმატებულად წარმართვისთვის. აქვე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ მან მიიღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ცოტა უფრო ადრინდელი გადაწყვეტილებაა მისი, თუმცა ჩემი თხოვნით, პირადად ჩემი თხოვნით, ის ამ პერიოდის განმავლობაში ამ ეტაპის დასრულებამდე დარჩა ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე და საბედნიეროდ მან შეძლო წარმატებულად ამ პროცესის გაძღოლა. დღეს მინდა უკვე ექიმებსა და ექთნებს მივაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეფორმის ამ ეტაპის დასრულების შედეგად შეგვიძლია გამოვაცხადოთ კონკურსი დამატებით სამედიცინო პერსონალისთვის სამუშაო ადგილების შესათავაზებლად. კერძოდ უახლოეს დღეებში შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი გამოაცხადებს კონკურსს ექიმებისა და ექთნებისთვის, სადაც პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ პირებს, ვინც მუშაობდნენ ოპიოიდებით ჩანაცვლების თერაპიის კერძო მიმწოდებლებთან და აქვთ სახელმწიფო ორგანიზაციაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი. ამ ფაქტორს დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, ანუ მათ წინა გამოცდილებას, რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენ მოგვიწევს მხედველობაში ისეთი ფაქტორების მიღება, როგორიც არის მათი კეთილსინდისიერება. გასაგები მიზეზთან გამო საბედნიეროდ არსებობენ ნამდვილად ღირსეული ექიმები და ექთნები, თუმცა სამწუხაროდ მაგალითად ზემოაღნიშნული შემთხვევების გათვალისწინებით, აი რაზედაც მანამდე ვსაუბრობდი, ყველა მათგანთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება. ამდენად კონკურსის პროცესში ყველა ეს საკითხი დეტალურად შეფასდება და მიღებული იქნება რელევანტური გადაწყვეტილებები ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, რეფორმა გაგრძელდება, რა თქმა უნდა, რეფორმა იქნება კვლავაც წარმატებული იმისთვის, რომ რეალურად დაძლეული იქნას ის მწვავე პრობლემა, რომელსაც სახელი ჰქვია ნარკომანიის.